ჩავაგს nothing-ს animal-ი გავაკეთე ხო? რა არის? აი nothing of coins ჩავაკრა ხო? მე გავაკეთე. ხო. მოკლედ ახლა რო buy-ს ვაჭერთ, გვიგდებს ამ errors input string was not in a correct format. იმიტომ რომ buy-ს დროს ეს უნდა გქონდეს მითითებული. თქვათ ორს რომ მივთითებ, მე buy-ს დააჭერ იგიდის. მოიცა. ხო, არჩეულიც უნდა გქონდეს ასევე. იდულობს და მე not enough coins ეწერება. კაი, ჩვენ script-ში აქ სად არის player interaction-ი. buy item-ში ვამოწმებთ, მონიშნული გაქვს თუ არა. item amount იმედია თუ არა 0-ზე. რა არის? რა თქვი ვერ გავიგე? ახლა უნდა გაასწოროთ. აი, shop-ში რო შეხვალ და პირდაპირ უბრალოდ buy-ს რო დააჭირო. ახლა რა უნდა გაასწოროთ? უბრალოდ buy-ს რო აჭერ რა shop-ში. აგდებს errors. ანუ მონიშნის და იმის გარეშე. იმიტომ აგდებს მაგ errors, რომ აი ეს გვიწერია აქ გვიწერია, რომ ის item amount value რაც არის იმ input field-ში რამდენიც აქვს მითითებული, ეგ ამოიღოს. ხო და რა პრინციპში შეგვიძლია, რომ არა აქ item amount-ს ვამოწმებთ, ხო მერე? ხო. ამაზე აგდებს errors, მოიცადეთ, ზუსტად ნახოთ. ხო, აქ აგდებს. იმიტომ რომ item amount value-ში არაფერი არ წერია და მაგიტო. მითითებული არ არის საერთოდ. მაშინ ესეთი რაღაც შეგვიძლია წესით აქ ჩვენ. item amount value ხო იმას ქვია input field-ზევით. და რო შევამოწმოთ item amount value წერტილი. მგონი character count-ია რა აქ. რაღაც ეგეთი აქ მახსოვს. სად არის shop-ი? bulk-ში არის ხო input field-ი. პრინციპში ტექსტი რო შევამოწმოთ თუ არ უდრის null-ს ესე შეამოწმებს წესით, ხო? მაშინ გააკეთოს ეს. ოკეი. ეს კი არა, საერთოდ ყველაფერი. მოდი გავტესტავ და თუ იმუშავა, მერე ჩაწერე. ასხნა. მაინც აგდებს. არ მუშაობს ანუ. აბა დავსერჩოთ ეს error-ი.
Tripers. Check for null or empty. ხო, ამას ვფიქრობდი მეც, ოღონდ აქ როგორ ამოწევს ეს string წერტილი is null or empty. აჩა. აბა ეხლა ვწდი. აღარ აგდებს. ოკეი, ამან იმუშავა. ანუ ეს ფუნქცია ყოფილა is null or empty. და შეგნით string-ს წერ რა. თუ ცარიელია, საერთოდ არ გაქვს მითითებული. მაშინ გააკეთებს. კი არა, უბრალოდ მაშინ არ გააკეთებს და თუ ცარიელი არ არის, მაგითო წერია აქ სახილის ნიშანი, ანუ ეს თუ ჭეშმარიტი არ არის, ანუ რაღაცა გიწერია შიგნით და მაშინ გაეშვება ეს კოდი. მოკლედ, by item-ში if-ი დაწერე და ეს ჩაამატე და ყველაფერი რაც წერია by item-ში აქამდე რაც ეწერა, გადაიტანე მაგი ახალ if-ში. აი ეს. და int-დან მოყოლებული ყველაფერი. int-დან მოყოლებული int if-ი და else if-ი ხო წერია? მთლიანად ხო, შიგნით by item-ში რაც წერია, ყველაფერი. ამაზე თუ რა თქვით? რა არის? ჩამოდე რაღაცა ხო თქვით? ჩაამატე. ეს დაწერე if-ი? და გადავიტანე ქვევით მე. ხო, ის ყველაფერი გადაიტანე იმ if-ში, ხო? კი. სო, მეტი აღარაფერი აღარ მაქვს. დაასეივე და გატესტე. ანუ რო ჩართავდა shop-ში შეხვალ, buy-ს დააჭირე პირდაპირ იმ აურჩევლად და იმ მითითების გარეშე რა. და წესით არაფერი არ უნდა ქნას. ვიცოდე ისიც გავტესტოთ, რომ მითითებით მუშაობს. იცავს. მუშაობს. მეთან არ ჩადვის ფლანჯენოს. ხო. ვაი ჩაიდურსა და გავტესტავს. არ შვევავს. მას ის ხარ გავაკეთოთ კიდე, აი ის რო დააჭერს და არჩეული არ ექნება, აირჩიოს. როგორ? ანუ აი ხო არის რომ ეს არ გაქვს საკმარის ქოინები, მაგის დექს რო აგდებს. ხო.
იმის ტექსტის რო ამოაგდოს, რომ აი ბაის რო დავუჭერთ მონიშნული რო არის select item რო გამოაჩინოს. აირჩიეო, ხო? ხო. კი. შეგვიძლია. აი აქ გვიწერია ეგ. თუ გინდა ის გადაიწერე, ამას უცებ გადაიწერ წინაზე რაც დაგაკლდა. თუ გიწერია ეს else-if-ი. მას წინ არ მწერია მას. და ანიმაციას არ მაქვს გაკეთებული. ხო, ეს გადაიწერა. და მეტი არაფერი არ უნდა. ეს და ეს. და ნუ იქ ობიექტი უნდა შექმნა რა. ანიმაცია მერე გააკეთე. უბრალოდ ობიექტ შექმნი და pop-up ტექსტში ჩააგდებ. და იმუშავებს. მას შოპის შვილად უნდა იყოს, ხო ეს? ეგ უნდა იყოს, გეტყვისად მაქვს ხა შოპი. ხო, shop panel-ში რო შოპი არის, მაგის შვილი არის pop-up text ქვია. იქვე ბაისთან დააყენე, წითელი ფერი მიეცი, რავდიდად მნიშვნელობა არ აქვს, მერე შეცვალე თუ გინდა. ტექსტში ის ჩავწერო, ხო, ისა not enough coins, ხო. დავწერინოს. ესაც void disable pop-up text-ი? პრინციპში ხო. ორ წამში რო გაქრეს რა. აი, invoke-ში რა, როგორც გიწერია, ზუსტად ეგრე დაარქვი ამ voids. იმიტომ რომ მაგას ვიძახებთ ორ წამში ოღონდ. მას font size მინაძრე. font size-ი რამდენი მაქვს? 20. და ცოტა გავწელე, ოდნავ გავადიდე. ფონტით შეგვიძლია ჩაუგდო ის. მას ტექსტ ფერი როგორ უკვე. ეს შევქენი ახლა ის დავწერე კიდევს და აი ეს ის გადავწერო კოდი. ეს ხო, აი else-if-ი. იმის else-if-ი არის ეგ ოღონდ. აი აქ რო if-ი გვიწერია. Smith-ით შევსაკ. რას გიზითლებს? Pop-up text. იმიტომ რომ ზევით უნდა შექმნა, ხო? Public text, pop-up text. Public game object-ი თუ public text? Text.
ეს დავწერე და აი ქვევით ის ცალკის უნდა შექმნა ხო ენუმერატორი. არა ეს void-ი არის. აბა invoke რატო არის? Invoke-ით ვიძახებ დაყოვნებით, ორი წამის მერე იძახებს, რომ ეგრევე არ გაექრო. აა. ორი წამის მერე აკრობს რა. ის ენუმერატორის start coroutine ხო ამერია. ხო. მაგითაც შეიძლებოდა გაკეთება. ერთ წამს მოდი შემოვალ. ალო. ალო. გესმის? ხო. ხო. გაკვეთილზე ვარ ეხლა და ხო. და მე დაგი მოვედი. დაწერე? ვამთავრე. აი disable-ის იმაზე ვარ invoke სადაც. აჯენებს. რო დაასეივებ მაგას unit-ში რო გადმოხვალ და players მონიშნავ player interaction სადაც აქვს მიბული მარჯვნივ მან დაინახავ pop-up text-ის ჩასაგდები ადგილი იქნება და ის წამოიღე ის pop-up text-ი shop-ში რო არის წაღარო შექმნილი და ჩააგდო და შეამოწმე აბა ой ჩაიდოს მოდი ახლა შევჩავდო pop-up text-ი object ხო შევქრე ხო იერარქია წამოღე ჩააგდო იდე so ჩარტე და გატესტე აბა ფული რო აღარ გექნება coin-ები რო დააჭერ გამოჩდება შენთან უბრალოდ pop-up text-ი ხო pop-up text-ი თავიდან ხო გამო pop-up text-ი ხო ჩამქრალი გაქვს თავიდან ჩამქრალი უნდა გქონდეს ხო და ყველაზე ქვევით გაქვს ხო აი ეს უქვევით არის ხო pop-up text-ი ხო გამოჩდება წესით ნახება ბაისო დააჭერ ოღონდ როცა coin-ი არ გექნება რა არის? ვერ ვიდულობ ანუ ავირჩიე მე ემაუნტი მივუჩნე და იმას ამქენი მაგრამ ბაის დავუჯერე ვერ ვიდულ
Coin-ები გააქვს? კი, 6 სამი. და რამდენი გაქვს მითითებული მე? ერთი კიდე ახლა ანუ იგივე რაოდენობა რომ აქვს, მაგას ვერ კიდული. ხო და წინაზე ეგ ხო ჩაასწორე შენ აქ მეტობა რო გეწერა მარტო. და რო გამოგერთო მე არ შეინახა ეტყობა. ტოლობა დაუმატე აქ. იფში. Coin amount media ან უდრის. ხო. media წერია მარტო. და როცა აღარ გაქვს გამოჩნდა ისა pop-up ტექსტი? ამას Pop-up ტექსტი გამოჩნდა? არ ვინახე. შეამოწმება იმ დროს დააჭირე, როცა ის იქნება რა. Coin-ების რაოდენობა არ გექნება და not enough coins უნდა დაეწეროს ezt. შეინახა. თუნახა ხავა. შეამოწმება. ის მოკ. Coin-ი ეგ ნოს მიჩვენებს. რას გიჩვენებს? ანუ ეს მითხარი რა not enough coins დაეწერა თუ არ დაეწერა? Pop-up ტექსტი გამოჩნდა? მაგას ვტესტავთ. ისე ქენი ოღონდ რომ coin-ების რაოდენობა არ გქონდეს საკმარისი. შეამოწმება. შეამოწმე? შენი ხმარის მიკროფონი გაკათშული. Gabriel, გესმის ჩემი ხმა?
შენი ხმა არ ისმის და თავიდან შემოდი, აბა, ან რა, მიკროფონი დამიუთებული გაქვს და. ხო. გატესტე მუშაობს თუ? ის გავაკეთე მას და ცოტა პატარა ჩანდა, მაგრამ მაინც. გავადიდე და კარგად არის. ხო, გამოჩნდა ანუ, ხო? კაი, ახლა შენ რო თქვი. რა არის? არის მის ჩემი, ხო? ისმის თუ არ ისმის? ას გესმი? კი, მესმის. შენ? ხო, ახლა. ხო. ეგან არის მოდი. კაი, ახლა წეღარ ვამბობდი, რომ თუ მითითებული არ გაქვს ემაუნტიო, მაგროსაც რამე დაწეროსო. ხო. და ასევე ხო, პრინციპში ეგ ხო აქ გვიწერია ჩვენ. აი აქ გვაქვს შემოწმებული თუ რაღაცა მითითებული გაქვს იმაში. item amount value-ში რა. მაგას ამოწმებს ეს. აღონ ჩვენ პირიქით ვამოწმებთ თუ რაღაც მითითებული გაქვს. ანუ ეს რო false არის, მაშინ მითითებული გაქვს. და ამისი else ხო ეგ იქნება. ამას რო else დაუწეროთ. ხო, რო თუ ცარიელი არის. თუ ცარიელია, ხო. და მაშინ pop-up ტექსტი გამოვიყენოთ ამისთვისაც, უბრალოდ ტექსტ შევცვლით რა. აი აქ ჯერ მოდი აქ დავამატოთ, სანამ else-ში ჩავწერთ, რომ pop-up text უდრის ჭყალები პირდაპირ და აი აქ not enough coins როგორც დავწერეთ. აქაც ჩავაფეისტოთ რა. იმიტომ რომ ხო შეიძლება მანამდე დააჭირო და აქ რა ტექსტსაც მიუთითებთ ახლა. რომ select amount ან რაღაც ეგეთი. select amount-ი გადაეწერება მე იმ ტექსტს და მე ამანაც რომ იმუშაოს სწორად. აქაც not enough coins უნდა გადაეწეროს მე ახლიდან რა იმ ტექსტს. მოკლედ ეს pop-up ტექსტი შეიძლება ხოლმე სამივე შემთხვევაში რა. amount-ის შემთხვევაში, coin-ების რაოდენობა როცა არ გაქვს მაგ შემთხვევაში და ასევე თუ მონიშნული არ გაქვს ის თვითონ item-ი. და აქ კიდე პრინციპში აქაც იგივე. აი ეს სამი ხაზი მოვაკოპიროთ და გადმოვიტანოთ აქ, ოღონდ not enough coins მაგივრად select amount. აქაც გამოჩნდება pop-up ტექსტი და მე ორ წამში გაქრება. და შიგნით ეწერება ეს select amount. იგივე ჩავსვათ, მაგრამ ის შევცვალოთ, ხო? ხო, ტექსტ ვცვლით მარტო შიგნით რა. აქ not enough coins ეწერება, აქ select amount. და მესამე შემთხვევა არის, რომ შეიძლება აქ მესამე შემთხვევა ხო ის იქნება ეს რაოდენობა, არა, ის რო არ აქვს არჩეული. რო არ გაქვს არჩეული, ხო? ანუ შეიძლება value მითითებული გქონდეს. ხო, მაგრამ ის არ გქონდეს მითითებული. ანუ შიგნით ახლა აქ უნდა შევამოწმოთ, რომ თუ მოიცადე აქ რას ვამოწმებთ ჩვენ? coin amount-ი თუ ნაკლებია ამაზე, ხო? ხო, selected item შეგვიძლია შევამოწმოთ. ანუ selected item ხო ერთი სტოლი არის, როცა იმას აჭერ პირველ items. და აქ შეგვიძლია დავწეროთ else-ი. პრინციპში შეგვიძლია რომ ეს მთლიანი else-ი მოვაკოპიროთ. აქ ჩავამატოთ. და აქ შევამოწმოთ selected item. თუ უდრის null-ს, ანუ არ აგირჩევია. და აქ დავწეროთ რომ select item.
ასიქ შევწეროთ select item. იო. ოკეი. დავასეივოთ და შევამოწმოთ, აბა. ხო, უბრალოდ buys რო აჭერ ეგრევე select amounts აგდებს და თქვათ აქ მიუთითე not enough coins აგდებს ახლა. იმიტომ რომ მართლა არ მაქვს coin-ები, მაგრამ რომ მქონოდა, მოიცა ისე გავტესტავ, რომ მქონდეს. ზუსტად ერთი სყიდვა შევძლებ. თქვათ ერთი მაქვს მითითებული და buys დავაჭირე. select item. აი ერთ amount-ი მითითებული მაქვს. buys ვაჭერ და select items მიწერს. მოვნიშნავ item-საც buy და იყიდა. ას მე მგონი ამას კიდე ერთი არავის მისცემ მოგვიწევს. რატო? იმიტომ რომ მე რომ მოკლავს ახლა 1 coin და 2 ის არის. ხო. ის აქ რო მოსაგროვებელი აქვს რა. კაი, მოდი ხმა დავამატოთ. რამე ხმა ვიპოვოთ? კონჩერტთან არ გამიტესტიო. ხო, გატესტე. მე მგონი რაღაც ხმები მე მქონდა. ო, აი გამოჩნდა კი. მოდი coin pickup sound-ი იყოს პირველი. დავსერჩოთ. რაღაც პატარა sound-ი გვინდა. მოიცადე ასე სტორზეც იყო ხოლმე როგორც მახსოვს. ასაი აქ რაღაც კაი რაღაც ვიპოვე. ვისონა ხოლმე თუ არის. ეს რაღაც სახლებია და ენემიებიცა. მაგრამ ახლა არ არის. მაგრამ ის გამოგვადგება ისინიო ას. ხლევი, კიდე მიწის ისინი, გორაკები რაღაცები. ხო, ჩააგდე.
აი მე მგონი აქ იყო რაღაც საუნდები. UI საუნდებიც არის და შეგვიძლია რაღაცები ამოვირჩიოთ, რომელიც მოგვეწონება. ეს ისმის მანდ? ისმის ეს ხმები? იმას. ეს პოფები არის. აი, მოდი ეს ჩავაგდოთ. წესით რაღაცებს გამოვიყენებთ. ლინკს ჩავაგდებ მაინც. Notes and resources ჩავაგდე. ეს ხმები თუ ისიც არის background მუსიკაც. მე მგონი background-ი არ არის. Player movement-ი არის. UI menu, რაღაცა battle არის. Buffs. Attack magic. შეიძლება ეს attack magic იმაზე გამოგვადგეს, იმას რო ეთეკები აქვს enemies. რაღაც კრისტალები და რაღაცები. ესენი ცოტა უფრო სროლას გავს. რავი, რაღაცებს გამოვიყენებთ, აბა ბაფები რანაირია. ეს შეიძლება ვიღოთ. აი, უცოტა რა ვაჩხარდეს არავინ. ხო. აქ სტეპებია? სტეპები კი შეგვიძლია ის. ჩავსვათ. წყალზე სტეპი ცალ-ცალკე არის. დიახოს. აი ეს შეიძლება ავტომატს მოუხდეს ან ლენდინგი დაივი ჰიტის ხმა შეიძლება ტელეპორტი არ გვაქვს მაგრამ ტელეპორტი რა გწირია ხო არ გვაქვს ტელეპორტი აი მოიცადე აქ ესე აი ეს შეგვიძლია coin-ის აღებისას გამოვიყენოთ. აი შეგვიძლია რო ვერ იყიდი თქვათ. აი not enough coins. აი ეს გალაგის რო ხო? ხო. აჩა. მასამას პაკეტს რა ქვია? ლეო ფაზ ქვია? კი.
ლეოფაზი ქვია, კი, მოდი გადავარქვათ და sounds დავარქვათ. აი ეს შეგვიძლია რო იყიდი რაღაც ხმა რო გამოსცეს რა. აი რაღაც ჭხრიალის ხმაც ისმის. კაი. მოდი აი ეს confirm 03 რო ქვია. UI menu SFX-ში არის. აი ეს 013-ით იწყება, 013 confirm 03. ეს გამოვიყენოთ coin-ის აღების დროს. coin-ის აღების დროს ჩვენ coin-ის აღება სად გვიწერია player-ში? As player interaction-ში გვიწერია თუ player health-ში გვიწერია coin-თან შეხება. coin pick-up-ი. არ მაქვს გახსნილი. გახსენი script-ი player health-ი. coin pick-up-ი გვიწერია აქ. ზევით შევქმნათ ეგეთი ცვლადი audio source-ი ქვია. წინაზე ხმები როგორ ჩავამატეთ რა ზუსტად ეგრე. აი coin-ში ჩავამატოთ, მოდი header-ი რო გვაქვს coins. public. პრინციპში ეს კომპონენტი არის, კომპონენტში ჯობია public audio source. audio. ესე ერქოს უბრალოდ. აი ეს აუდიო სადღაც არსებობს და მოდი audio source ესე ერქოს. და მე ამაში ჩავაგდებ ხოლმე იმას. უნდა ხმებს და იქიდან დავუკავშირდებით. კი. და აქ დავამატოთ public audio clip. და coin sound ერქოს ამას. ამაში გვექნება ჩაგდებული თვითონ ეს sound-ი რა, წეგან რასაც ვაკვრევინებთ. აი ეს. public audio clip. ის ხო audio source-ი იყო. audio source-ი არის კომპონენტი, რომელიც audio clip-ებს უკრავს. audio clip-ი თვითონ ის sound-ი არის. coin sound დავარქვით ამას. და ახლა აქ coin pick-up-ში აი აქ ჩავწეროთ, რომ audio source როგორც დავარქვით წერტილი play one shot coin sound რარი? one shot ერთხელ დაუკრავს. კი. უნდა იყოს. რარი? ახლა უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა, თუ გინდა ქვევით ჩაწერე რა, მე თავში ჩავწერე. მაინც გააკეთებს, დიდად მნიშვნელობა არ აქვს. Okay, so აღებაზე ამ coin pick-up-ს ვიძახებთ უკვე და ეგ აღარ არის საჭირო. დავასეივოთ, გადავიდეთ unit-ში. Players მივაბათ audio source-ი. audio source add component-ით. play on awake გავთიშოთ, რომ ეგრევე არ გამოსცეს ხმა. ნუ audio clip-ად რო არაფერი ექნება ჩაგდებული, მაინც არ გამოსცემს, მაგრამ მაინც და player health script-ი სადაც გვაქვს, მანდ გამოჩნდებოდა წესით audio source და non audio source ეწერება.
და ეს audio source შეგვიძლია ჩავაგდო, თვითონ კომპონენტს შეგვიძლია მოკიდო და ჩააგდო, ან player წამოიღე მარცხნიდან იერარქიიდან და ჩასვი player-ის audio source-ში ჩავარდება. ას players მიობათ ისა. audio source players მიაბიგე. აქ audio source-ი რო შევქმნით, მაგრამ უნდა ჩავაგდო. audio source-ი რო ჩააგდო მანდ. ანუ იგივე player-ი რა, player-ი რო ჩააგდო, ან audio source კომპონენტს რო მოკიდო, იგივე არის. ერთი და იგივე. ანუ სახელიც ხო გეუნება audio source-ი დავარქვით, იმიტომ რომ audio source ვინახავთ შიგნით რა. audio source ვაგდებთ შიგნით. player რო ჩავაგდო და არაფერი უთის. player-ი რო ჩააგდო, player-ის audio source-ი ჩავარდება. ისედაც audio source მე-13 audio clip-ში, ხო, coin sound-ში ეს მე-13 013 რო ქვია ეგ. 013 confirm 03. ოკეი, დავასეივოთ და შევამოწმოთ, აბა. ეგ არის. ჩემთან გამოსცა. არ ნახო ჩემთანაც. აუ, ერთი ის არის მაქვს. იმ special-ით მოგალი. მე მგონი იმუშავა მას, იმიტომ რომ თქვენთანაც იყო ხმა და ო, ამას ტესტავდი და ნახავდი. აი ეს denied 03 შეგვიძლია გავაკეთოთ. იმას იმუშავა ჩემთანაც. denied 03 გავაკეთოთ. ეგ სად არის? იგივე ფოლდერში არის. 013 denied 03. ხო. როცა ვერ იყიდის რა, player interaction-ში. თან აქ player health script-თან ხო გვაქვს წვდომა. შესაბამისად audio source-ას დაუკავშირდებით მარტივად. სადაც ვერ ყიდულობს ეგ არის not enough coins, select item და select amount, ხო? აქ სამგან უნდა მივუთითოთ, მაშინ ჯერ აქ ჩაუწეროთ. player health script წერტილი audio source წერტილი play one shot. ო და აქ უნდა მივუთითოთ თვითონ კლიპი. მაგრამ კლიპთან კავშირი ხო არ გვაქვს. ამიტომ ზევით შევქნათ public audio clip. denied sound. ესე დავარქვათ. ამას ხო denied მას კოდი ვადახე. denied sound-ი დავარქვათ. audio clip-ი არის. და აქ ჩაუწეროთ მე play one shot-ში denied sound და წერტი მძიმე. მას მაგოდი მარახეთ, რომ უნდა დავწეროთ, დავამატოთ პროსურად. ზევით? თუ? ეგ. დავწერებს. კაი, ეს მოვაკოპიროთ და აქაც ჩაუწეროთ select items, სადაც უწერთ ტექსტად. და select amount, სადაც უწერთ მანდაც. და თუ იყიდის ყიდვაზე რომელი გავაკეთოთ ეს არის unequip.
აი buy sell. ჭრიალი რო არის იმის. 0.79 buy sell რო ქვია. კაი, ზევით დავამატოთ აუდიო კლიპი. buy sound-ი. და აქ ჩავწეროთ, სადაც ყიდულობს. ეს შეგვიძლია მოვაკოპიროთ ისევ. და აქ ჩავაფეისტოთ denied sound-ის მაგიროთ buy sound-ი. So, დავასეივოთ და რომ მოვნიშნავთ players. Player interaction-ში გამოჩნდება ახლა denied sound-ის ჩასაგდები და buy sound-ის ჩასაგდები. Denied sound-ში denied sound-ი ჩავაგდოთ, buy sound-ში buy sound-ი. ას buy sound-და და denied sound-ი რომლები აირჩიეთ? 0.13 და 0.79. აწერია. Denied-იც აწერია და buy-ც. აი, ეხლა ვთქვათ აი უბრალოდ buy-ს რო ვაჭერ, არაფერს არ შვება. მარტო ეს და ხმასაც გამოსცემს. მარტო amount-ი რომ მქონდეს მითითებული და buy-ს დავაჭიროთ, ეს თაკაც უნდა გამოსცემს ხმა. Coin-ები არ მაქვს თან, მოიცა? Select items-იც გამოსახმა. და თუ ესეც მონიშნული მაქვს, ესეც მითითებული მაქვს, buy-ს რო დავაჭერ, ეგ არის. Select items-იც არის ისაც. ყველაფერზეა ხმა, denied ხმა აქვს, ყველაფერზე რაც მონიშნული არ გაქვს. როცა ვერ ყიდულობ, სულ ისმის denied ხმა. და როცა ყიდულობ, ის ჭრიალის ხმა ისმის რა. დიახ. ეს პაუზა. ხო, ეს დიდად არ მოუხდება მეგონი ეს პაუზების ხმა. Equip. Okay, ესენი საკმარისი არ წესით. Პატრიკ არ მიშვენებს მე. ერთ-ერთ. ეს player interaction-ში ჩავწერ. Player interaction-შია ხო? აუდიო კლიპი და ის interaction-ში ჩავწერ. ორივე აუდიო კლიპი მანდ არის. ორივე იქ უნდა იყოს. იქვე არის მანდ, ორივე მანდ გვიწერია მაგ სკრიპტში და. მას denied sound და buy sound-ი interaction-ში უნდა გვეწეროს თუ health script. Interaction-ში ორივე. Oi, player health script-ში რო ვიყავ მაგითო. ხო. ეს 0.13 და 0.79 იყო მეგონი. buy sell ხო? რა მიდივა. ჯამპის ხმაც აქვს.
ჯამპის ხმაც ჩავამატოთ. იმას ეს არის ისმის ხო? მუშაობს ხო? კაი, მოდი ხა player movement-ი რო ქვია, player movement SFX-ი. folders. მეთოდი ხო? ჯამპი ჩავამატოთ, მოდი. ეგ გვაქვს ჩვენ player movement script-ში. player movement script-ში დავამატოთ. მოდი ცალკე header-ი იყოს. დავარქვათ sounds. player movement script ხო? ხო, player movement script. ცალკე header-ი მოვაკოპირე და sounds დაარქვი. და აქ წვდომა არ გვაქვს ხო იმასთან? player health-თან. public player health. ისე შეგვეძლო რომ ცალკე რაღაცა sound manager-ივით script-ი გაგვეკეთებინა და იმას დავკავშირებოდით ყოველთვის, მაგრამ იყოს რავი, არა პრობლემა. player health-ში არის audio source-ი და player health script. და ამ sounds header-ში დავამატოთ public audio clip jump ხო? ჯერჯერობით jump-ი. ესენი დავამატეთ. ახლა წავიდეთ jump-ი, სადაც გვიწერია. ისე slide-იც ხო გვაქვს ჩვენ და ეს sound-ი. slide-ს უფრო ხო არ მოუხდება. აი, არ jump-ი იყოს ეს და slide-ზე რამე სხვას ნახავთ. მას ეს jump როგორ წერია? აგებო. სად არის? აი აგერ. set trigger jump ხო გვიწერია აქ? აქ დავწეროთ. თუნდაც მაღლა, თუნდაც დაბლა, არ აქვს მნიშვნელობა. player health script წერტილი audio source წერტილი play one shot. მარტო jump რატო დავარქვი ამას? jump sound ერქვას მოდი. jump sound. Alternate. So, დავასაივოთ, გადავიდეთ unit-ში. მოვნიშნოთ player-ი და margin player movement script-ი ჩამოვშალოთ და აქ იქნება ჩასაგდები player health script-ი. შეგიძლია player health script-ს მოგიდო ხელი იქვე კომპონენტს და ჩააგდო, ან player-ი ჩააგდო, იგივეა და jump sound-ში კიდე 30 jump sound jump რო ქვია, ეგ 30 jump 03 ეგრე ქვია თვითონ sounds. აბა ვნახოთ. 30 jump. ეს რაღაცა landing ისიც. კი, landing-იც არის და მეგონი landing-იც მოუხდება. დავამატოთ, მოდი. land sound ერქვას. და ეგ უნდა მოხდეს, როცა ground შეეხება, ხო?
მაგრამ ეგ უნდა მოხდეს ერთჯერადად. ეხლა ჩვენ ground-თან შეხება ისე გვაქვს შემოწმებული, რომ სულ ხდება ეს რა. სულ ამოწმებს და ground-ზე თუ დგახარ, სულ true-ს აბრუნებს. თუ არ დგახარ, სულ false-ს აბრუნებს და აქ რო ჩავწეროთ არ გვაწყობს, იმიტომ რომ გაჭედავს, ძალიან ბევრჯერ გაუშვებს მაგ ხმას. ერთჯერადად გვინდა, ამიტომ on collision enter-ი დავწეროთ. მას ჩემთან არ არის ეს. რა არ არის? ხმა არ არის. Jump-ის? ხო. და ასე ივე და სწორად ჩაუგდე ისა? ორივე ჩააგდე? Sound-იც და player health-იც? player health-ს ჩაუგდე. player health-ში. player health script-ი ხო გამოჩნდა მან და იქვე კომპონენტს მოკიდე და ჩააგდე. თვითონ ან player-ი ჩააგდე ისე. იგივეს ვაკეთებთ რა. Land sound-ი ხო დავარქვით ამას და ხო მოკედ on collision enter-ი და ground-თან ჩვენ ground-ის ის გვაქვს ხო მე მგონი. layer-იც გვაქვს. layer-ი გვაქვს. ხო, layer შევამოწოთ არა პრობლემა. on collision enter-ი ცალკე და if-ი დავწეროთ. collision წერტილი game object წერტილი layer უდრის თუ არა. აქ ოღონდ ბჭყალებით არ მიეთითება, ground-ის layer-ია მესამე ჩემთან 300-ზე არის. აქ შეგიძლია შეამოწმო. ამიტომ 300-ს შევამოწმებ, რაც ნიშნავს იგივეს, რომ ამ ობიექტის layer-ი არის თუ არა ground-ი. იმიტომ რომ მესამეზე არის ground-ი. და თუ არის, მაშინ player health script წერტილი audio source წერტილი play one shot land sound ასე movement script-ში გა. კი. update-ის დავლა დავწერ. collision enter ხო მას? 2D. ავწერებს. So დავასეივოთ. გადავიდეთ და players რომ უნიშნავთ, მარჯვნივ გამოჩნდება land sound-ის ჩასაგდებიც. და ეს landing-ი ჩავაგდოთ მანდ. 45 landing ქვია. land sound-ი 45 landing რო არის ხო? მას თავიდან ხო ჰაიერში იწევს და როდესაც მაშინაც იყო ხო? ხო. იქნებოდა კი. მუშაობს ანუ. დიახ. კაი.
ახლა ჰითი რანაირია? ეს უროს ჩარტყმას თლად არ გავს, მაგრამ კაი, მოდი ჯერ სტეპები გავაკეთოთ. მაგრამ სტეპები არის ხა აქ თითო რა. სტეპ გრასი არის, სტეპ როკი არის, სტეპ ვუდი და სტეპ ვოტერი. მოდი ჯერ სტეპ როკი გავაკეთოთ. რო რამე მერე ჩავანაცვლებთ ხოლმე. და ესეთი ვარიანტი გვაქვს სტეპების გაკეთების დროს. რო ან მომენტში უნდა ჩავწეროთ, მაგრამ აქ რო ჩავწეროთ სულ გააკეთებს, ეს ხო სულ ხდება. ეს აპდეიტში მუშაობს. ds როცა აჭერ, სულ ეშვება ეს. ხო და ეგეც არ გვაწყობს. გაუჩერებლად იზამს. გაუჩერებლად იზამს, ხო. შეიძლება ვერც გაიგონო ხმა იმთენად სწრაფად ქნას მიყოლებით რა. ძალიან სწრაფად. იმიტომ რომ ერთხელ რო ჩართავს, დამთავრებული არ ექნება, რომ მეორეც ჩართავს. და შეიძლება ვერც გაიგონო ხმა მაგის თქვა მინდა. ამიტომ ესეთი რაღაც მოფიქრება შეიძლება, რომ აქ გვაქვს ამას ანიმაცია სირბილის. ამ სირბილის დროს, ანუ სკრიპტში რო ფუნქცია შევქმნათ, რომელიც უკრავს სტეპის საუნდს, ნაბიჯის ხმას. და event-ით რო გამოვიძახოთ. აი ამ სტეპზე რა, აი ზუსტად ამ ფრეიმზე, სადაც ნაბიჯს დგამს. მან რო გამოვიძახოთ ხოლმე რა. მე მგონი მოუხდება. აი player moment-ში ისევ ზევით დავამატოთ ერთი აუდიო კლიპი. ეს იყოს step sound-ი. ჯერჯერობით ის step rock გამოვიყენოთ რა, ქვაზე დარბის ვითომ. მერე რო რამე შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ხოლმე. step sound-ი ხოლმე. step sound-ი კი. მერე წავიდეთ ან აქვე ჩავწეროთ, მოდი. public void რაღა შორს წავიდეთ. play step sound. ესე დავარქვათ. და აქ ჩავწეროთ player health script, წერტილი audio source, წერტილი play one shot, step sound. ეს ფუნქცია იქნება, რომელიც დაუკრავს step sounds რა. დავასეივოთ ეს. და დაიწერა. ოდე. Okay, დავასეივოთ ეს გადავიდეთ unit-ში.
და players რომ ავნიშნავთ, აქ მივუთითოთ step sound-ი, step rock-ი. მეორე sound-ია. 0.8 რო აწერია, 0.8 step rock. და მერე გადავიდეთ animation-ში. მერე გვინდა run. და თავიდან მე მგონი არ არის საჭირო. აი, აქ დგამს 0.3-ზე. მარჯვენა ხელი add animation event და აქ ჩავამატოთ. Step sound-ი step rock-ი, ხო? კი. Player movement methods და play step sound. ანიმაციაში ხოდი? Run-ის ანიმაციაში ხოდი? ვისო? კი. მესამე ფრეიმზე, 0.3-ზე. 0.3-ის დაბლა mouse მარჯვენა ღილაკი add animation event და მარჯვენა ზევით function-ში ჩავამატე player movement methods და play step sound. Player movement methods და play step sound. მარტო მესამეზე იზავს მე. კი, ეხლა ჯერჯერობით მარტო მესამეზე. მე ეს მოვაკოპიროთ ეს event-ი და შემდეგ ფრეიმზე სად დგამს? ვიცი. მერვეზე. და მერვეზე ჩავსვა. ნახოთ აბა როგორ მოუხდება. შეიძლება შეცვლა მოგვიწიოს. ანუ ერთნაირი ხმა რო არის. სულ ერთნაირი ხმა აქვს რა. იმას კი იმაშვება რა ქვია. ემთხვევა ნაბიჯებს კარგად. მაგრამ სულ ერთნაირი ხმაა და ხო არ შეუცვალოთ pitch-ი ხო არ გავუკეთოთ. დიახ. აი. ხო. ნახე აბა შენთან თუ მუშაობს და აქ ჩავუწეროთ. მუშაობს. ხო. აქ ჩავუწეროთ player audio source, player health audio source, წერტილი, pitch. მოიცადე ჯერ float შევქნათ random pitch. უდრის random წერტილი range. საიდან სადამდე გვინდა? მე მგონი 1 არის ეგრე მახსოვს. pitch და სადაც 0.8-დან 1.2-მდე გავაკეთეთ, მე მგონი მაშინაც. 0.8-დან 1.2-მდე. და player health script წერტილი audio source წერტილი pitch უდრის random pitch. რატოა? მეთქი ამას რატოა წერტილი? წერტილი მძიმე მაკლდა ზევდა ხაზზე და მეთქი რა ჭირს. ანუ random pitch ვითვლით ჯერ 0.8-დან 1.2-მდე. მერე იმის pitch-ში ავსახავთ და მერე უკრავთ step sounds. რაღაცები, მაგრამ ჩემი გაჭირდა და გამახსოვდა თავიდან ჩავთ. ვიზუალს.
ოკეი, აბა ვნახოთ. ნახა უკეთესია. ნახევა მუშაობს? მოიცა იდირთება ჩათვლი. კიოს. კაი, ახლა ამას სლაიდი ხო არ გავუკეთოთ თვითონ იმას. ამ ეთექსზე ხა არ ჭირდება არც ამ ეთექსზე. აი ამ ეთექებზე მოუხდებოდა რა. პლეიერისკენ რო გამოსრიალდეს. აი უბრალოდ რო იქნევს უროს მაგ დროს. როდის მას? აი უბრალოდ მოქნევას რო აკეთებს უროს მოქნევას. იო. იმაში შევიდეთ სად არის enemy hammerman script-ში. აქ ნუმერატორი არ გვიწერია, ხო? აი აქ დავწეროთ მაგალითად public void ეთეკ რო გვიწერია, მან დავამატოთ enumerator-ი. დავარქვათ slide to player. ეგ რომელიც სკრიპტში hammerman-ში. შიგნით ეს ჭირდება. Wait for seconds-ი. და wait for seconds-ში. რა არის? public void არ მაგდა გავს. hammerman script-ში public void ეთეკ რო გვიწერია, მან წერთ. მაგის ზევით. რის გაკეთება გუნდა ხო? პლეიერისკენ რო გასრიალდეს კონკრეტულ ეთეკებზე. იმიტომ რომ ეხლა ვერ წვდება საერთოდ, აი ჩვეულებრივ მოქნევას რო აკეთებს რა, ახლო მოქნევას ვერ წვდება მაგით. გავასრიალებთ პლეიერისკენ. დაწერე? აქ რაღაცა slide time-ი ჩაუწეროთ. არ გვაქვს ჯერ slide time-ი, მაგრამ ზევით შევქმნით და გასწორდება ესეც. რამდენ ხანს უნდა გასრიალდეს რა, ეგ რო გამსაზღვროთ. Wait for seconds. რა არის? For seconds მიდიქლებს. არც სწორად გიწერია, ანუ შეამოწმება.
არა, ახლა რო ჩავწერე slide time გავაძილდა, ხო თქვენ. ხო და slide time დავწეროთ ახლა ზევით. დავამატოთ header-ი. ან რა მუში დავამატოთ პრინციპში. ან იყოს slide იყოს ცალკე header-ი და public float slide time. და ჩვენ აქ უწვდომა გვაქვს player-თან. არ გვაქვს player-თან უწვდომა, მაგრამ detect player-თან უწვდომა გვაქვს. detect player-ში player-ი ვიცით? კი. მაშინ მოდივად დავუკავშირდებით. კაი, public float slide time. მერე წამოვედით დაბლა აქ და გამოვთვალოთ direction-ი რა. მიმართულება საითაც უნდა გასრიალდეს. ხო, player-ისკენ უნდა გასრიალდეს. და player-ისკენ მიმართულება იქნება player-ის პოზიციას გამოკლებული თავისი პოზიცია. ეგ იქნება ამის ვექტორი რა, საითაც უნდა მიმართოს თავისი სლაიდი და იმისკენ გასრიალდეს. ამიტომ აქ შეგვიძლია გამოვთვალოთ ეგ vector 2 direction უდრის player-ი ამისთვის არის detect player script წერტილი player წერტილი transform-ი არის ისედაც მე მგონი წერტილი position პირდაპირ მინუს transform წერტილი position თავის პოზიცია. ანუ player-ის პოზიციას გამოგებს თავის პოზიციას და ეგ იქნება ამის ვექტორი საითაც უნდა წავიდეს მიმართულება. და აქ arbis-თან ხო გვაქვს ცდომა, კი? add force-ით შეგვიძლია გამოვიყენოთ. ოს რაღაცა force-ი გვინდა კიდე. ზევით დავამატოთ, ამიტომ public float slide force. slide time-თან ერთად slide force-იც მივუწეროთ აქ. ესეც float-ი. რო აქ ეს slide force გავამრავლოთ direction-ზე. და slide force-ი float-ი? ხო. და აქ force mode წერტილი impulse-ი დავუწეროთ, რომ მასასაც გაითვალისწინებს ეს იმპულსი არის ისეთ force ანიჭებს, რომელიც ითვალისწინებს მასას. ან თუ დიდი მასის ობიექტი არის, ნელა გაასრიალებს. თუ ნაკლის ვენჭებს? ხო. მაგის მერე ხო მოიცდის ეს slide time რამდენიც იქნება, რავი, ერთ წამს თუ ჩავწერთ, ერთი წამი ისრიალებს. და მაგის მერე გავაჩეროთ ეგრევე. ანუ აქ უთხრათ, რომ arbi წერტილი body type უდრის აი რაც შემოგთავაზა rigid body type 2 და წერტილი static. მაგრამ slide-ის მერე თუ static-ზე გადავა აქ და მაგით გაჩერდება, მერე ხო უნდა დაუბრუნდეს ისე მოძრაობა. იმიტომ რომ static-ზე თუ დარჩა, სულ გაჩერებული იქნება რა. შემდეგი slide to player როცა დოს, აღარ იმუშავებს ეს, იმიტომ რომ აქ static-ზე გადავიდა წეღან. ამიტომ ეს მოვაკოპიროთ yield return wait for seconds-ი. ამ static-ის მერე კიდე ერთხელ ჩავაფეისტოთ და slide time-ის ნაცვლად ჩავწეროთ რაღაც პატარა რიცხვი რა 0.1 f. ანუ static-ზე გადასვლიდან 0.1 წამში ეს მოვაკოპიროთ static-ზე გადასვლა რო გვიწერია და static-ის ნაცვლად ჩავწეროთ dynamic. დავაბრუნებთ dynamics-ზე რა.
ეგ არის. ახლა ვნახავ მე რომელ ეთექებზე გვინდა ამის გაკეთება. ეთექ 1-ზე გვინდა მოუხდება. ეთექ 2-ზეც გვინდა. ეთექ 3-ზე არ გვინდა. იმიტომ რომ ისედაც შორს იმაშვება. AR-ზე, პრინციპში AR-ზეც მოუხდება, მე-4-ზე. და მე-5-ე ასე სპეციალი. უნდა დავწეროთ სპეციალზეც არ უნდა. არაფერი არა. start coroutine და ის ხელი. ხო, start coroutine ჩაუწეროთ აი აქ პირველ case-ზე public void ეთექში start coroutine და slide to player. ეს მოვაკოპიროთ. გვინდა მე-2-ზეც, მე-3-ზე არ გვინდა, მე-4-ზე გვინდა. ხო, ანუ პირველზე, მე-2-ზე და მე-4-ზე. პირველზე, მე-2-ზე და მე-4-ზე. მე-3 და მე-5 ის ეთექები არის. შორს რო იმაში ისვრის იმ კრისტალებს რა, ეფექტები რო აქვს. ოკეი. დავასეივოთ, წესი თუ იმუშაოს. ნახტავა. არ იმუშავა. ხო, იმიტომ არ იმუშავა, რომ დაგვაუწყდა იმის მითითება. slide time-ის მითითება და slide force-ის მითითება, რომ გასრიალდეს. slide time-ი იყოს სადღაც 9 წამი და slide force-ი 10 იყოს. აბა სატესტოდ. ძალიან სრიალდება. ძალიან გასრიალდა რატო? slide force-ი ძალიან ბევრი ხო არა? ხო და რავი, 10 წესი ძალიან ბევრი არ არის. ეს რა შვება იცი? აქ directions რო ვითვლით, იმის მიხედვით რა მანძილზე დგახარ, ეს direction-ი ხო სხვადასხვა რიცხვები იქნება. იმიტომ რომ თუ შორს არის პლეიერი, შესაბამისად უფრო დიდი რიცხვები იქნება, ხო? პლეიერის პოზიციას რო ამის პოზიცია გამოაკლდება. თუ ახლოს არის პირიქით პატარა რიცხვები და აქ სხვადასხვა ფორსები აქვს მერე. და თუ ეს არ გვინდა, შეგვიძლია რომ ესეთ რაღაც გავაკეთოთ. აი აქ direction-ზე რო ვამრავლებთ, direction წერტილი normalize თუ ჩაწერ. normalized. ეს ნიშნავს, რომ ანუ აი ნახე აქაც წერია. The normalized vector has a magnitude of 1 and is in the same direction as the current vector. ანუ directions იგივეს გაძლევს, რომ მიმართულებით ზუსტად ისე გაუშვა, როგორი მიმართულებასაც ითვლის. უბრალოდ ის რაღაცა განსხვავებული რიცხვები აღარ იქნება რა. აი შორს რო იყო და დიდი რიცხვი იყო, თქვათ 5 და ახლოს როცა იდგა 2 იყო, თქვათ ამათ შორის სხვაობა. ყოველთვის 1 იქნება, ეხლა ამათ შორის სხვაობა. უბრალოდ direction-ი იგივე იქნება. ანუ ნიშნავს, რომ slide force-ი რამდენიც იქნება, მხოლოდ mag force-ით გასრიალდება ხოლმე. ანუ ერთს გაძლევს რა. ეს ერთი მრავლდება მერე slide force-ზე და ისევ slide force-ი რამდენიც აქვს, იმდენით მისრიალებს. უბრალოდ direction-ი იგივე რჩება, რომ სწორად გასრიალდეს რა, სწორი მიმართულებით. აბა ეხლა ვნახოთ. მაიც არ გასრიალდა. რატო? მე-4 არ არის ეს?
აქ ესეც რო ეცვლება მაგიტო? ზევითაც რო ხდება მაგიტო? მაგრამ რავი, ესეც უნდა მოხდეს. წესით. აი გასრიალდა. ხო. დიახ. პირველ ორ ეთექსზე კარგად შვება, იმ მეოთხე ეთექსზე არ შვება. სავარაუდოდ ამის გამო. მაშინ ამის ჩაწერა. სამერმენს საგმაშორდო როისა. რა? აი slide force-ი და ის. Hammerman script-ზე. Light time-ი ზუდრის. 0.5 მიწერია და slide force-ი 10. იქ normalized ჩაუწერე? Nick direction-თან კი. ხო. ხო და ამის გამოშვება უეჭველი რა. ამიტომ ნახე ამის დაწერა როგორ შეგვიძლია. new vector-ს გავუტოლოთ და x-ი მოიცადე იქ რა შეიძლება უშველოს rb წერტილი velocity წერტილი x-ი და jump force-ი აქ ხო აბა ესე გავტესტავ თუ იმუშავა მაგარია მას კაია ხო კი აჰა ეგარი Road jump-ი გააკეთე. ეხა აღარ გააკეთებს მაინც და მაინც. აი, всё, ეგ არის. ეხა იმუშავა. jump-საც მოუხდა. აი ეს ხაზი ვექტორ 2 up რო გვეწერა. გადააკეთე ამათ. აი ეს ტოლობის მარჯვენა მხარე ვექტორ 2 up წერტილი ვექტორ 2 up გამრავლებული jump force ხო გვეწერა, ეგ წაშალე და დაწერე ეს new vector 2 rb წერტილი velocity წერტილი x-ი მძიმე jump force-ი. ანუ ეს ნიშნავს, რომ გავლენას აღარ მოახდენს x-ზე რა და slide to player-ში ხო x-ი ეცვლება. add force-ით რო ენიჭება იქ. და ეს გავლენას აღარ მოახდენს. ეხლა უბრალოდ vector 2 წერტილი up რო გვეწერა, x-ს ახდენდა გავლენას. ეხლა აღარ მოახდენს გავლენას, მარტო y-ზე მოახდენს გავლენას, ზევით ააგდებს jump force-ით როგორც აქამდე აგდებდა. ეხლა ზევითაც ხდება და გვერდზეც მიდის jump air attack-ის დროს. იხ. იმუშავა? მოწო მინახავ მას. აუ რა მაგარი იყო. გააკეთა? კი. ხო, ყველაზე მეტად მეგონი მაგ air attack-ს მოუხდა, ხო? კი. აი, ხდება და თავსი გახდება. ხო. კაი, დღეს შეგვიძლია დავასრულოთ. კი.
კაი, შენ ის რამდენიმე background საუნდი მოიძიე. ეგ ჩაგდე თუ რამე კარგს იპოვე. დიახ. და აი ვთქვათ ჰითის საუნდი რო არის. ეს რო უროს რო ჩაგცხებს, უროს რო ჩაცხებს, მაშინ გამოსცეს ეს ხმა. დიახ. კაი, დროებით აბა. ნახვამდის. ნახვამდის.